მე დღეს ხდები თქვენ, რათა მოგილოცოთ ახალი წელი. არის თუ არა პატრიარქის ეს საახალწლო მილოცვა ფალსიფიცირებული. საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ილია მეორეს ვიდეოს აჟიოტაჟი მოჰყვა. მოქალაქეების ნაწილი ირწმუნება, რომ მილოცვა ახალი არ არის და პატრიარქის სიტყვები წინა წლების მილოცვის ტექსტიდანაა ამოღებული და დამონტაჟებული. ეს ყველაფერი კი საზოგადოებას უმყარებს განცდას, რომ პატრიარქი შეუძლოდაა და ამის დაფარვა საპატრიარქომ ვიდეოს გაყალბებით სცადა. აქ უნდა გვახსოვდეს ერთი რამე, რომ მრევლს ატყუებენ და საზოგადოებას ატყუებენ და ეს არის უდასაწყვეტი და აღმაშფოთებელი. რა თქმა უნდა, სავსებით ნორმალურია, რომ 92 წლის ადამიანი მძიმედ დაავადებული შესაძლოა ვეღარ მეტყველებდეს. ამაში არაფერი არა, არც სამარცხვინო, არც გასაკვირი, არც დასაგმობი. და არც გასახარებელი არავის არ ეგონოს, რომ ჩვენ ეს გვიხარია, ვინმეს. უბრალოდ, როდესაც ხდება ფალსიფიკაცია და მრევლს და საზოგადოებას ატყუებენ, რომ ვითომ ილია მეორეს შეუძლია საუბარი და ის კვლავ ვითომ ენერგიულად არის და ვითომ მართავს ეკლესიას და ვითომ ისევ ძლებურად აგრძელებს ადმინისტრირებას, ეს უკვე არის ტყუილი. რა ჩანს ვიდეოში? კადრები საპატრიარქოს მისაღებ დარბაზშია გადაღებული. კადრში ჩანს ილია მეორე, თუმცა წინა წლების ვიდეოებისგან განსხვავებით არ ჩანს, რომ ის საუბრობს. ისმის მხოლოდ მისი ხმა. ხმის ინჟინრებმა აუდიო რედაქტორებმა შეადარეს 2024 და 2025 წლების მისალოცი ვიდეოები. დაადარეს სიტყვები, ხმის ტემპი. ამ აუდიომასალის სინქრონულად გაშვებამ კი დაადასტურა, რომ 2024 წლის მილოცვის ტექსტი და ხმა იდენტურია იმ ხმის და ტექსტის, რაც 2025 წლის ვიდეოში ისმის. მე დღეს ხდები თქვენ, რათა მოგილოცოთ ახალი წელი. მე დღეს ხდები თქვენ, რათა მოგილოცოთ ახალი წელი. ეს არ არის ერთადერთი წინადადება, რომელიც 2025 წლის მისალოც ვიდეოში წინა წლების მასალიდან მეორდება. წელს გავრცელებულ საახალწლო ვიდეო მიმართვაში ვხვდებით სიტყვებს, რომელიც ილია მეორემ 2023 წლის მისალოც ვიდეოშიც თქვა. ფრაზები და ხმის ტემბრი აქაც იდენტურია. მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი. ჩანდა გვახსოვდეს, რომ მომავალი ადამიანისა და ერისა უნდა იყოს მშვიდობიანი. ილია მეორეს ვიდეო კადრები დიდი ხანია აღარ გავრცელებულა. ბოლოს მისი ფოტო 31 დეკემბერს გასაჯაროვდა, სადაც ის თვით აღიარებულ პრეზიდენტთან ერთადაა. ეს ყველაფერი კი დეკანოზ ილია ჭიღლაძისთვის მტკიცებულებაა, რომ პატრიარქის მილოცვა ფალსიფიცირებულია და მიზნად მოსახლეობის მოტყუებას ისახავს. არ უნდა მოვიტყუოთ თავი და არავის არ უნდა მოვატყუებინოთ თავი, როდესაც ხედავთ აი ესეთ ინსცენაციებს, ასეთ ფალსიფიკაციებსა და წარმოუდგენელ გაყალბებებს და თანაც ეს ხდება, ესე იგი, ეკლესიის წიაღში, საპატრიარქოს ხელით და საშუალებით და ამ ფალსიფიკაციის ობიექტი, მსხვერპლი არის კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. არის თუ არა პატრიარქის ახალი ვიდეო დამონტაჟებული? ამ კითხვით ჩვენ წმინდა სინოდის წევრებს მივმართეთ. მეუფე ნიკოლოზი გვეუბნება, რომ ვიდეო არ უნახავს, თუმცა გვიმტკიცებს, რომ ილია მეორეს საუბრის პრობლემა არ აქვს. მე ვერაფერს ვერ გეტყვით, არც მინახავს, იმიტომ რომ ათონის თვაზე ვარ, ეხა გამოვდივარ. ამიტომ ჯერჯერობით ვეცნახე, მაგრამ საუბარი ნამდვილად შეუძლია, ეხა იუბილეი ხო მისი 47 წლის აღსაყრების და 1 საათი გვესაუბრა დაახლოებით ეპისკოპოსებს. ასე რომ მილოცვაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ლაპარაკი რო შეუძლია ნამდვილად ვიცი.
რატომ მიიღო საპატრიარქომ დამონტაჟებული ვიდეოს გავრცელების გადაწყვეტილება? მამა გიორგი ზვიადაძე გვპირდება, რომ განცხადებას საპატრიარქო გაავრცელებს. თვითონ კი თავს იკავებს ვიდეო მონტაჟთან დაკავშირებით საუბრისგან. ვერ გვპასუხობს კითხვაზე, როდის ჩაიწერა პატრიარქის ვიდეო მილოცვა. რუბესია რომ განცხადებაში იყოს ეს თქვა კარგად არის მადლობა ღმერთს უბრალოდ გესმით ზოგჯერ რთულია დაუშვათ ზოგჯერ არის რაღაც ისეთი ვითარება პერიოდულად როცა პატრიარქი არ ცნობს თავს კარგად ვიდეო როდესაც ჩაიწერა მაშინ თავს როგორ გრძნობდა ცუდად იყო მაშინ სუსტად გრძნობდა თავს მხოლოდ განცხადებას მოусმინოთ ნახოთ ბრძოლად ეს კადრები მანამდეა გადაღებული სანამ მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა თუ მერე არ ვიცი როგორია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა? პატრიარქის ექიმის ინფორმაციით ილია მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. როგორც მისი ექიმი გვიყვება, ილია მეორეს მდგომარეობა პერიოდულად მძიმდება, თუმცა ახლა საპატრიარქოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. არ ვიცი, დამონტაჟა მე არ მინახავს, არ ვაპირებ. პატრიარქის მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება ექიმების მეთვალყურეობა ნორმალურად. არა, აი ნახეთ ჩანაწერი 23 აგვისტოს გიორგობას ბავშვების ნათლობა რო ჩატარდა წმინდა სამებაში. რამდენი ხანი და როგორ იქადა გაისაუბრა. რატომ დასჭირდა საპატრიარქოს ილია მეორეს ვიდეოს გაყალბება, როდესაც შეეძლო მხოლოდ ტექსტური განცხადების გავრცელება? ამ კითხვაზე პასუხი საპატრიარქოში იმალება, სწორედ მათ უნდა ახსნან, რა მოხდა რეალურად და როგორია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა.